მოსკოვის სახელმწიფო არქივში 1990-იან წლებში იპოვეს საიდუმლო საქაღალდე, რომელსაც ჰქონდა კოდის სპეციალური მნიშვნელობის საქმე ნომერი 346. ამ საქაღალდეში იყო ვასილ მჟავანაძის პირადი ტელეგრამები ნიკიტა ხრუშჩოვისადმი, თბილისიდან გაგზავნილი 1956 წლის მარტის 19-დან 21-მდე. ამ ტელეგრამებში იყო რაღაც, რაც არასოდეს უნდა ყოფილიყო ქაღალდზე დაწერილი, პირდაპირი მითითებები სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ზუსტი ინსტრუქციები ტანკების განლაგების თაობაზე და რაც ყველაზე შოკის მომგვრელი იყო, რიცხვები, რომლებიც აჩვენებდა რეალურ მსხვერპლთა რაოდენობას, სამჯერ მეც, ვიდრე ოფიციალურად გამოქვეყნებული იყო. ამ დოკუმენტების მიხედვით, მჟავანაძემ არა მხოლოდ ითხოვა ძალის გამოყენება, არამედ პირადად ხელმძღვანელობდა ოპერაციას, რომელმაც თბილისის ქუჩების სისხლში ჩაძირა. მაგრამ ორი დოკუმენტი ამ საქაღალდიდან უკვალოდ გაქრა 1990-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც არქივები გახსნილი გახდა საზოგადოებისთვის. ვინ წაიღო ეს ორი გადამწყვეტი დოკუმენტი? და რა იყო მათში ისეთი საშიში, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მათი განადგურება 1960-იან წლებში მომხდარი ტრაგედიიდან 50 წლის შემდეგ? გაიარეთ ამ ისტორიაში უკან დროში 1956 წლის თებერვლის 25 დღემდე, როდესაც მოსკოვში მიმდინარეობდა კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობა და ნიკიტა ხრუშჩოვის სცენაზე ამოდიოდა იმ სიტყვით, რომელმაც მთელი საბჭოთა იმპერია შეარყია ფუძემდე. მისმა საიდუმლო მოსაზრებამ სტალინის კულტის შესახებ გახდა ბომბი, რომელიც აფეთქდა მილიონობით ადამიანის გულში. მაგრამ ეს მოხსენება განსხვავებულად აღიქვა სხვადასხვა რესპუბლიკაში. უკრაინაში და რუსეთში ხალხი ფრთხილად მოისმენდა სიტყვებს დიქტატორის დანაშაულებების შესახებ. ბალტიისპირეთში იყო იმედის ნიშნავი დამოუკიდებლობის მოლოდინის კუთხით. მაგრამ საქართველოში სტალინის სამშობლოში ეს მოხსენება მიიღეს როგორც პირადი შეურაცხყოფა მთელი ერისადმი. იოსებ სტალინი აღარ იყო უბრალოდ სახელმწიფო ლიდერი ქართველებისთვის, ის იყო სიმბოლო, გვირგვინი, მამა, რომელიც მცირე კავკასიურ ერს მსოფლიოს იდეადემდე აღზევებდა. და ახლა ეს ყველაფერი იშლებოდა ერთი სიტყვით. ვასილ მჟავანაძე იყო 12 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, ადამიანი, რომელიც მოსკოვში იყო ცნობილი თავისი ერთგულებით სისტემისადმი და თავისი უნარით შეენარჩუნებინა სტაბილურობა რეგიონში. მას ჰქონდა რეპუტაცია როგორც ეფექტურ ადმინისტრატორს, მაგრამ არა როგორც ხალხს ახლოს მდგარ ლიდერს. იგი დაიბადა 1894 წელს, გაიზარდა რევოლუციურ წლებში და მისი მთელი კარიერა იყო აგებული პარტიული იერარქიის კიბეზე ასვლაზე. თავისი 40-იანი წლებისთვის მჟავანაძე უკვე იყო ძალიან მაღალ პოზიციაზე საქართველოს პარტიულ აპარატში. მაგრამ ხრუშჩოვის მოხსენება მას აყენებდა უმძიმეს დილემის წინაშე, როგორ უნდა გადაეტანა თბილისისთვის ის ინფორმაცია, რომელიც მთელ ქალაქს გული გაუსკდებოდა. როგორ უნდა ეთქვა ხალხისთვის, რომელიც სტალინს თავისულოცა უგმირად თვლიდა, რომ მათი კერპი ახლა მსოფლიო დონეზე გამხილებული იყო როგორც ტირანი და მკვლელი. პირველი რეაქციები დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები იკრიბებოდნენ აუდიტორიებში და ბიბლიოთეკებში, იმსჯელებდნენ, კამათობდნენ, აჯანყდებოდნენ მოსმენილის წინააღმდეგ. ინტელიგენციის წრეებში დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ხრუშჩოვის მოხსენება იყო პროვოკაცია. მცდელობა გაანადგუროს საქართველოს ისტორიული ღირსება. წერლები იწყებდნენ ხელმოწერათა შეგროვებას საპროტესტო წერილებისთვის, მხატვრები ქმნიდნენ პლაკატებს სტალინის დასაცავად, პოეტები წერდნენ ლექსებს, რომლებშიც ეძახდნენ მოსკოვს და ითხოვდნენ სიმართლის აღდგენას. მარტის დასაწყისისთვის თბილისში ჰაერი იყო ღრმად მუხტული უკმაყოფილებით და წყენით, რომელიც მომწიფებულ ვულკანს გავდა გზად აფეთქებისთვის. მჟავანაძე იყო ადამიანი, რომელიც თავის მთელ კარიერას აგებდა მოსკოვის შეკვეთების შესრულებაზე და ახლა იგი აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. მოსკოვისგან ელოდა ბრძანება იმისა, რომ დესტალინიზაციის პროცესი განეხორციელებინა, ხოლო თბილისიდან მოსდიოდა ძლიერი ზეწოლა საწინააღმდეგო მიმართულებით. მისი უმცროსი თანამშრომლები იხსენებდნენ, რომ იმ კვირების განმავლობაში მჟავანაძე თითქმის არ სწინავს, ყოველდღე იმართებოდა მრავალსაათიანი შეხვედრები პარტიული ბიუროს წევრებთან და წესებულებების ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან. ყველა ცდილობდა გაერკვია, რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია და როგორ შეიძლებოდა ქალაქში მზარდი დაძაბულობის კონტროლი. მაგრამ მჟავანაძე არ იყო მზად იმისთვის, რომ რეალურად შეეფასებინა თავისი ხალხის გრძნობების სიღრმე და სტალინის მიმართ მათი ლოიალობის ხარისხი. ის თვლიდა, რომ ეს იყო დროებითი ემოციური რეაქცია, რომელიც მალე ჩაქრობოდა, თუ მოსკოვის ხაზს მოჰყვებოდა. მაგრამ ის არ იცოდა, რამდენად შეცდომაში იყო. მარტის მე-10 დღისთვის თბილისში უკვე ჩამოყალიბდა სტუდენტების არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეგმავდნენ საპროტესტო აქციებს.
სტალინის გაბადების დღე, დეკემბრის 21, იყო ყოველთვის განსაკუთრებული დღე საქართველოში, მაგრამ ამ წელს ახალგაზრდები გადაწყვიტეს მიეცათ უფრო დიდი მასშტაბი ამ თარიღისთვის. თუმცა მარტის მე-5 დღეს, როდესაც სტალინის გარდაცვალების მე-3 წლისთავი დადგა, იმ დღესთან დაკავშირებული დაგეგმილი ღონისძიებები მიიღო სპონტანურ და ბევრად უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს. უნივერსიტეტის სტუდენტები დილის 10 საათზე დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე, ხელში პლაკატებით, რომლებზეც წერდა სტალინის დასაცავ და ხრუშჩოვის საწინააღმდეგო ლოზუნგებს. მათ შორის იყო ახალგაზრდა პოეტები, მწერლები, მხატვრები, ისტორიკოსები, საქართველოს მომავალი ინტელექტუალური ელიტა, რომელიც აღარ შეეგუებოდა იმას, რომ მათი ეროვნული გმირი ხდებოდა მსოფლიო დონეზე შეურაცხყოფის ობიექტი. კარგად ჩაცმულ ახალგაზრდებს, რომლებიც ნორმალურ დროს იქნებოდნენ ლექციებზე ან ბიბლიოთეკებში, ახლა ატარებდნენ დიდ პორტრეტებს სტალინის გამოსახულებებით და ძახდნენ ლოზუნგებს, რომლებიც მოითხოვდა სიმართლის აღდგენას. მათი რაოდენობა თავიდან იყო დაახლოებით 200 ან 300 ადამიანი, მაგრამ გამვლელები, რომლებიც უყურებდნენ ამ სცენას, თანდათან იწყებდნენ მიერთებას. გუნდისადმი სიყვარული, ეროვნული სიამაყე. უკმაყოფილება მოსკოვის მიმართ, ყველა ეს გრძნობები ხალხს გვერდში აყენებდა სტუდენტებს. როდესაც შუადღის საათებზე მომიტინგეების რიცხვმა გადააჭარბა 1000 ადამიანს, პოლიციის პირველი ჯგუფები მივიდნენ ადგილზე, მაგრამ მათ არ გაბედეს ძალის გამოყენება, რადგან გრძნობდნენ, რომ ხალხის განწყობა იყო ძალიან მაღალი და ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლებოდა გადაეზარდა კონტროლს. ჟავანაძეს შეატყობინეს პირველი შეკრების შესახებ შუადღის 1 საათზე, როდესაც ის სხდომაზე იყო პარტიის შენობაში. მისი თანამშრომლები აცნობებდნენ, რომ სიტუაცია იყო საკმაოდ მშვიდი და ორგანიზებული, მომიტინგეები არ იჩენდნენ აგრესიას, უბრალოდ გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას. ჟავანაძემ უბრძანა თავის ადამიანებს თვალყური ადევნონ სიტუაციას და არ მიეღოთ პროვოკაციული ქმედებები. იგი თვლიდა, რომ ეს დემონსტრაცია დასრულდებოდა საღამოს და ხალხი დაიშლებოდა სახლებში. მაგრამ საღამოს 15 საათისთვის ქუჩებზე უკვე იყო დაახლოებით 3000 ადამიანი. და მათი განწყობა კი არ წყნარდებოდა, არამედ უფრო მეტად აგრესიულად ხდებოდა. ხალხი დაიწყო მარში რუსთაველიდან სხვა ქუჩებისკენ, ათავსებდნენ სტალინის პორტრეტებს სხვადასხვა შენობებზე, ძახდნენ სლოგანებს, რომლებშიც უკვე ხმადებოდა არა მხოლოდ სტალინის დაცვა, არამედ ხრუშჩოვის გადადგომა და საქართველოს პატივის აღდგენა. იმის გასაგებად, თუ რატომ მიაღწია სიტუაციამ ასეთ კრიტიკულ წერტილს, უნდა გაიგოთ, რა როლს თამაშობდა სტალინი საქართველოს თვითშეგნებაში იმ პერიოდში. 12 წლის გავლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან საქართველოში სტალინი ჯერ კიდევ იყო ცოცხალი გმირი, კერპი, რომელზეც ამოყობდა თითქმის ყველა. მუზეუმები, ძეგლები, ქუჩების სახელები, ყველაფერი იხსენებდა მას. სკოლებში ბავშვებს ასწავლიდნენ, თუ როგორ მიაღწია მცირე სოფლიდან ადამიანმა მსოფლიოს იდეადეს. ეს იყო ნარატივი, რომელიც ამბობდა ქართულ ხალხს, რომ მათი ერი შეეძლო გაეტანა ადამიანები, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს. და ახლა მოსკოვი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რომ სტალინი იყო დამნაშავე, ტირანი, მკვლელი. ეს იყო უფრო მეტი ვიდრე პოლიტიკური შეფასება, ეს იყო ეროვნული იდენტობის შეურაცხყოფა. შემდეგ დღეს, მარტის მე-6 დღეს, სიტუაცია არა მარტო არ გაუმჯობესებულა, არამედ გაუარესდა. უნივერსიტეტიდან საპროტესტო აქციები გავრცელდა უფრო მეტ უბნებში და დილის 10 საათისთვის რუსთაველზე უკვე იყო დაახლოებით 5000 ადამიანი. პოლიციის სპეციალური ძალები ცდილობდნენ გზების დაბლოკვას, მაგრამ ხალხი იპოვებდა გვერდით გავლას. პარტიის შენობის წინ ჩამოყალიბდა სპეციალური საპროტესტო პუნქტი, სადაც ლაპარაკობდნენ სტუდენტთა ლიდერები, პოეტები, მწერლები. ისინი ითხოვდნენ ჟავანაძის გამოსვლას და გაუწიონ სიტყვა მოსკოვს საქართველოს სახელით. ხალხი მოითხოვდა ოფიციალურ პროტესტს კრემლისადმი და სტალინის მემორიალის დაცვას. ჟავანაძე იყო გაჭირვებული მდგომარეობაში, თუ ის გამოვიდოდა და დაუჭერდა მხარს მომიტინგეებს, ეს იქნებოდა პირდაპირი კონფრონტაცია მოსკოვთან, რაც მის კარიერას დაასრულებდა. თუ ის არ გამოვიდოდა და გამოიყენებდა ძალას ხალხის დასაშლელად, ეს იქნებოდა საქართველოს ხალხის წინააღმდეგ მიმართული აგრესია. არც ერთი ვარიანტი არ იყო მისთვის მისაღები, მაგრამ ის უნდა არჩევდა. დროის გარდა ყოფნა ის ვერ იქნებოდა. რას ფიქრობდა ჟავანაძე ამ საათებში, როდესაც მოსდიოდა ანგარიშები მზარდი დაძაბულობის შესახებ? როგორ ხედავდა ის თავის როლს ამ კრიზისში? და რატომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელმაც თბილისის ქუჩების სისხლში დაძირა? მოსკოვში ნიკიტა ხრუშჩოვი ყურადღებით აკვირდებოდა მიმდინარეობას თბილისში და მისი რეაქცია იყო არაორაზროვანი, ის მოითხოვდა მკაცრ და სწრაფქმედებას სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
ხრუშჩოვისთვის თბილისის პროტესტები იყო საფრთხე არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობით, არამედ მთელი დესტალინიზაციის პროცესისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა მთელ საბჭოთა კავშირში. თუ საქართველოში ხალხი აღარ დაემორჩილებოდა ახალ ხაზს და გააგრძელებდა სტალინის გმირად აღიარებას, ეს შეიძლებოდა გახდომოდა მაგალითი სხვა რესპუბლიკებისთვის, სადაც ასევე არსებობდა უკმაყოფილება მოსკოვის ახალი პოლიტიკის მიმართ. ხრუშჩოვი ვერ დაუშვებდა, რომ ერთი რეგიონის აჯანყება გაეხადებინა მთელი მისი რეფორმების საფუძველი. ამიტომ მან მისცა მკაცრი ბრძანება მჟავანაძეს ნებისმიერი საშუალებით, მაგრამ სწრაფად შეაჩერონ პროტესტები. 1946 წლის მარტის მე-7 დღეს მჟავანაძემ მიიღო პირდაპირი ტელეფონის ზარი კრემლიდან. საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთი და მას შემდეგ რაც მან დასრულა საუბარი, მისი თანამშრომლები შენიშნავდნენ, რომ მჟავანაძე იყო უჩვეულოდ დაძაბული და ნერვიული. იგი დაუყოვნებლივ მოიწვია გადაუდებელი სხდომა უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სამხედრო კომანდირებთან. ამ შეხვედრაზე, რომელიც დაიწყო საღამოს 7 საათზე და გაგრძელდა ღამის 1 საათამდე, მიიღეს გადაწყვეტილება სამხედრო ძალების შეყვანის შესახებ თბილისში. მოგვიანებით, როდესაც ზოგიერთი მონაწილე ამ შეხვედრიდან საუბრობდა არაოფიციალურად, ისინი აცხადებდნენ, რომ მჟავანაძე იყო კატეგორიული საკუთარი განზრახვის შესახებ. იგი მიაჩნდა, რომ პროტესტების გაგრძელება იქნებოდა პირდაპირი დაუმორჩილებლობა მოსკოვისადმი და საფრთხე მთელი რესპუბლიკის სტაბილურობისთვის. იმ ღამეს, მარტის მე-7-დან მე-8-ზე გადასვლისას, თბილისის გარშემო დაიწყეს სამხედრო ნაწილების კონცენტრაცია. მე-20 მექანიზებული დივიზია, რომელიც დისლოცირებული იყო ქალაქის მახლობლად, მიიღო ბრძანება შეზღუდული მოქმედების რეჟიმზე გადასვლის შესახებ. ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები დაიწყეს პოზიციებზე გადაადგილება ძირითადი გამზირების გასწვრივ. სამხედრო ტექნიკა მოძრაობდა ღამის სიბნელეში, მაგრამ თბილისელები, რომლებიც ცხოვრობდნენ ცენტრალურ უბნებში, იმ ღამეს ისმენდნენ უჩვეულო ხმებს, ტანკების ხმა, სამხედრო ქვეითები, ვერტმფრენების ხმა ცაში. ეს ხმები იყო მაფრთხილებელი სიგნალი იმის შესახებ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს მომავალ დღეს. მარტის მე-8 დღის დილით, როდესაც მზე ამოვიდა თბილისზე, ქალაქის ცენტრი უკვე იყო სავსე სამხედრო ტექნიკით. ტანკები იდგნენ რუსთაველის გამზირზე, შინაგან ჯარების ჯგუფები აკონტროლებდნენ მთავარ გადაკვეთებს, პოლიციის სპეციალური რაზმები იყვნენ გამზადებული შესაძლო კონფრონტაციისთვის. მაგრამ თბილისელები, რომლებიც უკვე 3 დღის განმავლობაში გამოდიოდნენ ქუჩებზე საპროტესტო აქციებზე, არ შეშფოთებულან სამხედრო მზადყოფნამ. პირიქით, სამხედრო ძალების მობილიზაციამ კიდევ უფრო მეტად გააღვივა მათი გრძნობები და мотивация. 10 საათისთვის რუსთაველზე უკვე იყო თანა 3000 ადამიანი და მათი რიცხვი გამუდმებით იზრდებოდა. ამჯერად საპროტესტო აქცია იყო უფრო ორგანიზებული, სტუდენტთა ლიდერებმა გადაწყვიტეს მარში პარტიის შენობისკენ და მოითხოვეს პირდაპირი დიალოგი მჟავანაძესთან. სამხედრო კომანდირები, რომლებიც იყვნენ ადგილზე, იღებდნენ მკაცრ ინსტრუქციებს მოსკოვიდან, არ დაუშვან მომიტინგეების მიახლოება პარტიის შენობასთან. მაგრამ როგორ შეიძლებოდა ამის შეჩერება 10,000 ადამიანის, რომლებიც მოძრაობდნენ როგორც ერთი ტალღა? პირველი კონფრონტაცია მოხდა შუადღის 12 საათზე, როდესაც მომიტინგეების წინა რიგები მიუახლოვდნენ სამხედრო კორდონს, რომელიც იყო გადაკეტილი რუსთაველის ცენტრალურ ნაწილში. ჯარისკაცები, რომლებიც იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები 25-დან 38 წლის ასაკის, იდგნენ მკაცრ რიგებში, ხელში ავტომატებით, მაგრამ მათ სახეებზე ჩანდა დაბნეულობა. მათ ელოდათ, რომ იბრძოლებდნენ მტრების წინააღმდეგ, არა თავიანთ თანამემამულეების წინააღმდეგ. სტუდენტთა ლიდერები, რომლებიც იდგნენ კოლონის წინ, ცდილობდნენ დიალოგის დაწყებას ჯარისკაცებთან. ისინი ამბობდნენ, რომ არ იყვნენ მტრები სახელმწიფოს, რომ უბრალოდ იცავდნენ საკუთარი ერის პატივს და სიამაყეს. ზოგიერთი ჯარისკაცი უსმენდა სიმპათიით. მაგრამ ბრძანება იყო მკაცრი, არავითარი კონტაქტი მომიტინგეებთან. დაძაბულობა იზრდებოდა ყოველ წუთს და როდესაც ხალხმა დაიწყო სცადაგზის გარღვევა კორდონში, სამხედრო კომანდირებმა გამოიყენეს პირველი გაფრთხილება, გაისროლა ჰაერში ერთი ზალპი. ხალხი კარგა ხანს შეშინდა და უკან დახევდა, მაგრამ მას შემდეგ კოლონა კვლავ წამოვიდა წინ, უფრო დიდი რაოდენობით და უფრო გადაწყვეტილი ჩანდა. სწორედ ამ მომენტში დაიწყო ის, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც თბილისის მარტის ტრაგედია. პრეცედენტი მოხდა პერვომაისკის ქუჩის მიმართულებით, სადაც ერთი ჯგუფი მომიტინგეებისა შეეცადა გავლა სამხედრო კორდონის გვერდიდან. ჯარისკაცებმა, რომლებიც იყვნენ გაუმზადებელნი ასეთი სიტუაციისთვის, დაიწყეს პანიკა და ზოგიერთმა გაისროლა პირდაპირ ხალხში. ეს სროლა იყო არა გაფრთხილება, არამედ რეალური სროლა ადამიანებში.
პირველი მსხვერპლი იყო 23 წლის სტუდენტი, რომელსაც ტყვია მოხვდა გულმკერდში. იგი დაეცა მიწაზე. სისხლიდან და მის გარშემო დაიწყო პანიკა. მაგრამ ეს არ გახდა სიგნალი უკან დახევისთვის, პირიქით მომიტინგეები გამძვინვარდნენ და თავს დაესხნენ სამხედრო პოზიციებს უფრო დიდი ინტენსივობით. რა მოხდა შემდეგ ის მომენტები 3 საათის განმავლობაში, შუადღის 2-დან 5 საათამდე, მარტის მერვე დღის 1956 წლის, გახდა ყველაზე სისხლიანი საათები თბილისის თანამედროვე ისტორიაში. სამხედრო ძალებმა მიიღეს ბრძანება გამოეყენებინათ ძალა მომიტინგეების დასაშლელად და ტანკებმა დაიწყეს მოძრაობა წინ ხალხში. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ქუჩაზე, ხდნენ ტანკების გზაზე, ცდილობდნენ შეაჩერონ სამხედრო ტექნიკა საკუთარი სხეულებით. ზოგიერთი მცდელობდა ავლენა ტანკებზე, სხვები ისროდნენ ქვებს ჯარისკაცებისკენ, ზოგი კი უბრალოდ იდგა თავის ადგილზე და ძახდა ლოზუნგებს. სროლა ისმოდა ყველა მიმართულებით, ადამიანები ვარდებოდნენ მიწაზე, ტანკები უფსკრულებდნენ ადამიანების კოლონაში. პანიკა იყო ყველგან. ქალაქის ცენტრი გადაიქცა საომარ ზონად, სადაც უფსკრული ჩქარა და სისხლის სუნი მოიდო ჰაერში. შავანაძე იყო იმ მომენტში პარტიის შენობაში, სადაც იგი თვალყურს ადევნებდა მოვლენებს ტელეფონის საშუალებით. მისი თანამშრომლები გვიანდელ მოგონებებში აცხადებდნენ, რომ შავანაძე იყო მშვიდი და გადაწყვეტილი, არ აჩვენებდა ემოციურ დაძაბულობას, მკაცრად კითხულობდა ანგარიშებს და აძლევდა ბრძანებებს. მაგრამ რა იფიქრა რეალურად ის ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მისი ბრძანებების შედეგად თბილისის ქუჩებზე კვდებოდნენ ადამიანები? როგორ ხედავდა ის თავის ისტორიულ როლს ამ ტრაგედიაში? და რამდენად აცნობიერებდა, რომ ეს დღე ჩაიწერებოდა ისტორიაში როგორც ყველაზე მკაცრი და სისხლიანი ეპიზოდი მისი მმართველობის პერიოდში. საღამოს 5 საათისთვის, როდესაც სროლა დასრულდა და ქუჩები გასუფთავდა მომიტინგეებისგან, თბილისის ცენტრი გამოიყურებოდა როგორც საომარი ზონა. მიწა იყო დაფარული სისხლით. გაფაციცებული პლაკატები და სტალინის პორტრეტები იყვნენ გაგდებულნი ქუჩაზე, გარდა რჩებოდა ადამიანების ფეხსაცმლები, ჩანთები, წიგნები. სასტრაფო დახმარების მანქანები მოძრაობდნენ ადგილიდან ადგილზე, აკრეფდნენ დაჭრილებს და მათ რომლებზეც უკვე დახმარება იყო გვიანი. ოფიციალური დათვლით იმ დღეს დაიღუპა 32 ადამიანი და დაახლოებით 300 მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. მაგრამ არაოფიციალური მონაცემები საუბრობდა სრულიად სხვა რიცხვებზე. ზოგიერთი თვითმხილველი აცხადებდა, რომ მსხვერპლთა რიცხვი იყო უფრო მაღალი, მაგრამ ბევრ მსხვერპლს ოჯახები იმალავდნენ რეპრესიებისგან შიშით. რა იყო ამ ტრაგედიის გრძელვადიანი შედეგები საქართველოსთვის და ვასილ მჟავანაძის პიროვნული ბედისთვის? როგორ განაგრძო ის თავისი კარიერა ამ მოვლენების შემდეგ? და რა იფიქრება ისტორიკოსები დღეს, 7 ათეული წლის შემდეგ, იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღო პარტიის პირველი მდივანი 1956 წლის მარტში? მარტის ტრაგედიის შემდეგ პირველი დღეები იყო სავსე დაძაბულობით და შიშით მთელ საქართველოში. მთავრობამ დაუყოვნებლივ შემოიღო გარკვეული შეზღუდვები ინფორმაციის გავრცელებაზე. გაზეთებს ეკრძალებოდათ დაეწერათ რეალური დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოხდა მარტის მერვე დღეს. ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოქვეყნდა პრავდაში და სხვა გაზეთებში, ამბობდა, რომ მოხდა მცირე ინციდენტები ქალაქის ცენტრში, სადაც ჯგუფი ჰულიგანებისა და პროვოკატორებისა შეეცადა არეულობის გამოწვევას, მაგრამ მთავრობამ სწრაფად აღადგინა წესრიგი. იმ ადამიანებზე, რომლებიც დაიღუპნენ ან დაჭრილდნენ, არ იყო ოფიციალური ინფორმაცია. ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს საყვარელები, ვერ საჯაროდ ამბობდნენ თავიანთ ტრაგედიას, რადგან ეშინოდათ რეპრესიების. კონტროლის დონე იყო ისეთი მაღალი, რომ ადამიანები საუბრობდნენ ჩურჩულით. საოჯახო კედლებში და ითხოვდნენ ერთმანეთს არ გააგრძელონ თემაზე საუბარი საჯარო ადგილებში. შავანაძე, რომელიც იყო პასუხისმგებელი ამ ოპერაციის განხორციელებაზე, აგრძელებდა თავის ყოველდღიურ საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარიყო. იგი აგრძელებდა შეხვედრებს პარტიის ფუნქციონერებთან, ისაუბრებდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ წარმატებებზე, ინდუსტრიალიზაციის ხარისხზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებზე. ოფიციალურად მან არასოდეს გამოხატა სინანული ან გამოთქვა ნებისმიერი კრიტიკული განცხადება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა მარტში. მისი პუბლიკური სახე იყო უცვლელი, მკაცრი პარტიული ლიდერი, რომელიც ასრულებდა თავის მოვალეობას საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე. მაგრამ ახლო თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მჟავანაძე შეიცვალა ამ მოვლენების შემდეგ, გახდა უფრო დახურული, ნაკლებად ღიად საუბრობდა კოლეგებთან. უფრო მეტ დროს ატარებდა თავის ოფისში ერთმანეთი. მოსკოვიდან მოვიდა ოფიციალური მადლობა მჟავანაძისადმი სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ხრუშჩოვი, რომელიც უკვე იყო ჩართული სხვა კრიზისებში იმპერიის სხვა კუთხეებში, მიიჩნევდა, რომ თბილისში საკითხი წყდებოდა ეფექტურად და დროულად.
მას არ აინტერესებდა ხალხი, რომლებიც დაიღუპნენ, ან ოჯახები, რომლებიც დარჩნენ ტრაგედიაში. მისთვის მთავარი იყო ის, რომ დესტალინიზაციის პროცესი გაგრძელდა და საქართველოში აღარ იყო უფრო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ამ ხაზის მიმართ. პარტიული იერარქია თბილისში ასევე მხარს უჭერდა მჟავანაძეს, რადგან ყველა გესვლიდა, რომ ნებისმიერი კრიტიკა მისი ქმედებების მიმართ იქნებოდა კრიტიკა მთელი სისტემის მიმართ, რაც დაუშვებელი იყო. მაგრამ საზოგადოების დონეზე იმ ადამიანების შორის, რომლებიც იყვნენ თვითმხილველები ან მონაწილეები მარტის მოვლენების დამოკიდებულება მჟავანაძის მიმართ იყო სრულიად განსხვავებული. მის სახელს ახლა ახლდა ეპითეტი „თბილისის მკვლელი, ხალხის მოღალატე, მოსკოვის მარიონეტი“. სტუდენტების კოლეგიებში მასწავლებლების გაჭირვებული მცდელობებიდან განსხვავებით, შევიდა შიდა ხმაური და საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ იქნებოდა სამართლიანი, რომ მჟავანაძე პასუხისმგებელი ყოფილიყო თავის ქმედებებზე. ინტელიგენციის წრეებში მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების შორის ვრცელდებოდა უფრო მეტი მტრული განწყობა. ისინი თვლიდნენ, რომ მჟავანაძე ღალატი გაუწია საქართველოს ხალხს, რომ გაყიდა მათი ინტერესები მოსკოვის წინაშე, რომ დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა ამ დღეებში ვერასოდეს მოვა. უნდა ითქვას, რომ მჟავანაძის პოზიცია იმ მომენტში იყო უკიდურესად რთული. ის იყო ადამიანი, რომელიც მთელი თავისი კარიერა მიუძღვნა პარტიის სამსახურს და აღიარებდა, რომ მისი პირველი ვალდებულება იყო სახელმწიფოს მიმართ, არა ინდივიდუალური პიროვნებების მიმართ. იგი მოქმედებდა ლოგიკით, რომელიც იყო დამახასიათებელი ყველა საბჭოთა ბიუროკრატისთვის იმ პერიოდში. ინდივიდუალური სიცოცხლეები იყო მსხვერპლი, რომელიც შეეძლო გაეკეთებინა უფრო დიდი მიზნის მისაღწევად. მაგრამ ეს ლოგიკა, რომელიც მოსკოვში ჩაითვლებოდა სწორად და აუცილებლად, თბილისში გახდა სიმბოლო საშინელი ამორალობის და ხალხის უარყოფის. ორი სხვადასხვა სამყარო შეხვდა ერთმანეთს იმ მარტის დღეებში, საბჭოთა სისტემის ცივი, ბიუროკრატიული ლოგიკა და ქართველი ხალხის თბილი, ემოციური, ეროვნული თვითშეგნება. და მჟავანაძე აღმოჩნდა მათ შორის, როგორც ადამიანი, რომელმაც უპირატესობა მისცა პირველს. შემდეგ თვეებში და წლებში მჟავანაძე აგრძელებდა თავის მუშაობას როგორც საქართველოს პარტიის პირველი მდივანი. იგი გაატარა რიგი ეკონომიკური რეფორმები, ხელმძღვანელობდა ინდუსტრიალიზაციის პროექტებს, ზრუნავდა კოლექტიური მეურნეობების განვითარებაზე. ოფიციალური მონაცემებით საქართველო იმ პერიოდში გაიარა ეკონომიკური ზრდის ფაზა, გაიზარდა წარმოება, გაუმჯობესდა ცხოვრების სტანდარტები. მაგრამ ყველა ეს მიღწევები ვერ შესძლებდა წაშლილიყო მეხსიერებიდან ის, რაც მოხდა 1946 წლის მარტში. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მაშინ თბილისში, არასოდეს დაივიწყებდნენ სისხლიან ქუჩებს, დაღუპულ ახალგაზრდებს, ტანკებს, რომლებიც ქუჩაზე მოძრაობდნენ. და ეს მეხსიერება იყო უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკური სტატისტიკა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი მარტის ტრაგედიის იყო ის, თუ როგორ დამუშავდა ეს მოვლენები საბჭოთა პროპაგანდის მიერ. ოფიციალური ხაზი იყო, რომ ეს იყო ჯგუფი ანტისაბჭოთა ელემენტების და პროვოკატორების, რომლებიც ცდილობდნენ არეულობას და ქაოსს მთავრობის დასამხობად. გაზეთები წერდნენ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ ძალა წესრიგის დაცვის მიზნით. მაგრამ ყველაფერი განხორციელდა მინიმალური მსხვერპლით. მსხვერპლთა რიცხვი კი ოფიციალურად იყო დაფარული ან დაკნინებული. ზოგიერთი არქივის დოკუმენტი, რომელიც გახდა ხელმისაწვდომი მოგვიანებით, აჩვენებდა, რომ რეალური მსხვერპლთა რიცხვი იყო სამჯერ მეტი, ვიდრე ოფიციალურად გამოქვეყნებული. მაგრამ ეს ინფორმაცია დიდი ხანი დარჩა საიდუმლოებაში. საერთაშორისო საზოგადოება იმ დროს ცოტა იცოდა თბილისის ტრაგედიის შესახებ. საბჭოთა კავშირი იყო დახურული სისტემა, სადაც ინფორმაცია კონტროლდებოდა მკაცრად. დასავლური გაზეთები, რომლებსაც ჰქონდათ კორესპონდენტები მოსკოვში, იღებდნენ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში მოხდა საპროტესტო აქციები და მთავრობამ გამოიყენა ძალა. მაგრამ დეტალები, მსხვერპლთა რიცხვი, კონკრეტული სცენები, ყველაფერი ეს დარჩა უცნობი საერთაშორისო აუდიტორიისთვის. მხოლოდ 1915-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა და არქივები გაიხსნა, დაიწყო სრული მასშტაბის ინფორმაციის გამოვლენა იმის შესახებ, თუ რა რეალურად მოხდა თბილისში 1946 წლის მარტში. მჟავანაძის პოზიცია იმ პერიოდში რჩებოდა სტაბილური. მას ჰქონდა მხარდაჭერა მოსკოვიდან, პარტიის აპარატიდან და ადგილობრივი ნომენკლატურიდან. მაგრამ მის ირგვლივ ყოველთვის იყო არაექსპრესული, მაგრამ ძლიერი უარყოფითი შეფასება იმ ხალხისგან, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები მარტის დღეებში. ეს იყო ერთგვარი ჩრდილი, რომელიც აკვრებოდა მის ფიგურას და რომელიც ვერასოდეს გაქრა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.
როდესაც იგი გამოდიოდა საჯარო ღონისძიებებზე, მიმდინარეობდა ოფიციალური ცერემონიები, ყოველთვის იყო ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ მას არა როგორც ლიდერს, არამედ როგორც მსახიობს ხალხის ტრაგედიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მშავანაძე არასოდეს დაწერა მემუარები და არასოდეს გასცა ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა თავის გადაწყვეტილებებზე მარტის დღეებში. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობდა ის რეალურად ამ მოვლენებზე, განიცდიდა თუ არა სინანულს, თვლიდა თუ არა რომ მოქმედა სწორად. ყველა ამ კითხვაზე პასუხი დარჩა მის გულში და წავიდა მასთან ერთად საფლავში. მისი პუბლიკური ფიგურა ყოველთვის იყო მკაცრი, ოფიციალური, დისტანციური. ისინი, ვინც მასთან მუშაობდნენ, აცხადებდნენ, რომ იგი იყო ძალიან საიდუმლოებიანი ადამიანი, რომელიც არ იღებდა ახლობელ მეგობრებს, არ იზიარებდა პირად განცდებს, ცხოვრობდა მთლიანად თავის პარტიული მოვალეობისთვის. ისტორიკოსები, რომლებიც შეისწავლეს მარტის მოვლენებს მოგვიანებით, აღნიშნავდნენ, რომ მშავანაძე იყო ადამიანი, რომელიც მოვიდა პარტიულ პოზიციაზე მკაცრი დისციპლინით და ლოიალობით სისტემისადმი, მაგრამ მას არ გააჩნდა გამოცდილება რთული სოციალური კრიზისების მართვაში. როდესაც თბილისში დაიწყო პროტესტები, იგი არ იცოდა როგორ უნდა მოეპყრო ამ სიტუაციას დიპლომატიურად. როგორ უნდა იპოვა კომპრომისი ხალხსა და მოსკოვს შორის. მისი ერთადერთი ინსტრუმენტი იყო რეპრესია, ძალა, კონტროლი. და როდესაც ეს ინსტრუმენტი გამოიყენა, შედეგი იყო ტრაგედია. როგორია იმ ოჯახების მოგონებები, რომლებმაც დაკარგეს საყვარელები მარტის დღეებში? როგორ ცხოვრობდნენ ისინი შემდეგ წლებში, როდესაც ოფიციალურად არ შეეძლოთ გამოეთქვათ თავიანთი წყენა და ტრაგედია? და რა იყო ის გრძელვადიანი შედეგები, რომელიც თბილისის მარტის ტრაგედიამ დატოვა საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში? ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები მარტის დღეებში, აღმოჩნდნენ საშინელ სიტუაციაში. ისინი ვერ შეეძლოთ საჯაროდ ამოემტირათ, ვერ შეეძლოთ საჯაროდ აკრძალვა სრული ცერემონიებით, ვერ შეეძლოთ გამოეთქვათ თავიანთი პროტესტი ხელისუფლების მიმართ. უსაფრთხოების სამსახურები თვალყურს ადევნებდნენ ამ ოჯახებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი არ ცდილობდნენ რაიმე საპროტესტო ქმედებების ორგანიზებას. ზოგიერთი ოჯახი იყო იძულებული გადასულიყვნენ სხვა ქალაქებში თბილისიდან, რათა ჩამოშორებულიყვნენ ტრაგედიის ადგილს. ბევრი ოჯახის წევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებმაც დაკარგეს მშობლები ან ძმები და დები, შეინახეს ღრმა ტრავმა, რომელიც აისახა მათ მთელ შემდგომ ცხოვრებაში. მათემატიკოსი გია ჯაფარიძე, რომელსაც დაუღუპა ძმა იმ დღეებში, მოგვიანებით იხსენებდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ნორმალურ მდგომარეობაში 10 წლის განმავლობაში. ჩემი დედა ცოდვით ტიროდა ყოველღამე, მამა დაიწყო სმა და მალე გარდაიცვალა გულის შეტევით. მე მქონდა კარიერა მათემატიკაში, მაგრამ ვერ შევძელი კონცენტრაცია, ვერ შევძელი ნორმალური ცხოვრება. ყველა ჩვენგანი დარჩა სულიერ ტყვეობაში იმ დღიდან. ასეთი მოგონებები იყო ტიპიური იმ ათეულობით და ასეულობით ოჯახისთვის, რომლებიც დაზარალდნენ მარტის ტრაგედიისგან. მაგრამ არა მხოლოდ პირდაპირ დაზარალებულ ოჯახებში იყო შედეგები. მთელი თბილისის საზოგადოება განიცადა ტრავმა. ის თაობა, რომელიც იყო მოწმე იმ მოვლენების, შეინახა ღრმაუნდობლობა ხელისუფლების მიმართ, ცნობიერება იმისა, რომ სახელმწიფო შეიძლებოდა გამოევლინა როგორც ბოროტი ძალა, რომელიც უსიტყვოდ გაანადგურებდა საკუთარ მოქალაქეებს. ეს უნდობლობა და ცინიზმი ძალიან ღრმად იყო გამჯდარი თბილისელი ინტელიგენციის ცნობიერებაში და ახდენდა გავლენას ყველა შემდგომ თაობაზე. როდესაც 1980-იან და 90-იან წლებში დაიწყო განახლების და ეროვნული მოძრაობის პროცესები საქართველოში, ბევრი ამ მოძრაობის ლიდერი და მონაწილე იყო ადამიანები, რომლებმაც მოისმინეს მოგონებები მარტის ტრაგედიის შესახებ თავიანთი მშობლებისგან ან ბებია-ბაბუების მხრიდან. მშავანაძე გააგრძელა თავისი პოზიცია როგორც პირველი მდივანი 1946 წლიდან 1972 წლამდე. სულ 26 წლის განმავლობაში. ეს იყო უჩვეულოდ გრძელი პერიოდი საბჭოთა სისტემაში, სადაც ლიდერები ხშირად იცვლებოდნენ. მისი სტაბილურობა თანამდებობაზე ნიშნავდა, რომ მოსკოვი თვლიდა მას სანდოდ და ეფექტურ ადმინისტრატორად. მაგრამ ეს სტაბილურობა ასევე ნიშნავდა, რომ მან ვერ შეცვალა თავისი რეპუტაცია თბილისელების თვალში. მისი სახელი ყოველთვის იყო დაკავშირებული მარტის ტრაგედიასთან და ეს იყო ჭრილობა, რომელიც ვერასოდეს აღარ მოხერხდა. 1972 წელს, როდესაც მშავანაძე საბოლოოდ გადააყენეს თავისი თანამდებობიდან, ოფიციალური მიზეზი იყო მისი ასაკი და ჯანმრთელობა. იგი იყო უკვე 78 წლის და ბრეჟნევის რეჟიმი მოითხოვდა ახალ, უფრო ენერგიულ კადრებს რეგიონებში. მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლიდა, რომ მისი გადაყენება იყო ასევე დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ იგი ვეღარ ახერხებდა კონტროლს იმ დამოუკიდებლობის სულისკვეთებაზე, რომელიც იზრდებოდა საქართველოში.
მისი გრძელი მმართველობა იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ ასევე პერიოდი, როდესაც დაიწყო ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება, რომელიც მოგვიანებით გადაიზარდა დამოუკიდებლობის მოძრაობაში. დღევანდელ დღეს, 1946 წლის მარტის მოვლენები ფასდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ იმ დღეებში დაღუპულ ადამიანებს შეუქმნეს მემორიალები, განაახლებულია მათი მეხსიერება და ისინი მოიხსენიებიან როგორც გმირები, რომლებმაც დაიღუპნენ საკუთარი ერის პატივის დასაცავად. ჟავანაძე კი დარჩა ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც არჩევა გააკეთა მოსკოვის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ საკუთარი ხალხის. ისტორიკოსები აგრძელებენ დებატებს იმის თაობაზე, რამდენად არის სამართლიანი ჟავანაძის მხოლოდ ამ ერთი ეპიზოდით შეფასება. ზოგიერთი აცხადებს, რომ იგი იყო პროდუქტი თავისი დროის და სისტემის, რომ ნებისმიერ სხვა პარტიულ ლიდერს ასევე უნდა მოქმედებოდა იგივე სიტუაციაში. სხვები კი ამბობენ, რომ ლიდერი ყოველთვის აქვს არჩევანი და ჟავანაძემ აირჩია მკაცრობა და რეპრესია ნაცვლად დიალოგის და კომპრომისის. ორივე პოზიცია არის დასაბუთებული, მაგრამ ფაქტი რჩება, მის ბრძანებებზე დაიღუპა ათეულობით უდანაშაულო ადამიანი და ეს იყო ტრაგედია, რომელიც შეიძლებოდა თავიდან აცილებული. არქივების შესწავლამ, რომელიც დაიწყო 1990-იან წლებში, გამოავლინა მრავალი ფაქტი, რომელიც ადრე იყო უცნობი ფართო საზოგადოებისთვის. კერძოდ იპოვეს საიდუმლო ტელეგრამები ჟავანაძიდან ხრუშჩოვისადმი, რომლებიც გაიგზავნა მარტის მე-7 და მე-8 დღეებში. ამ ტელეგრამებში ჟავანაძე აცხადებდა, რომ სიტუაცია თბილისში იყო კრიტიკული, რომ საპროტესტო აქციები იზრდებოდა მასშტაბით და რომ ადგილობრივი პოლიციის ძალები არ იყვნენ საკმარისი სიტუაციის კონტროლისთვის. ის ითხოვდა მოსკოვისგან ნებართვას სამხედრო ძალების გამოყენებაზე და აფრთხილებდა, რომ დაგვიანება შეიძლებოდა გამხდარიყო კატასტროფად. ხრუშჩოვის პასუხი იყო მოკლე და მკაფიო, აქმედოთ ისე როგორც ჯავანიძე. მთავარია შედეგი. ეს იყო მითითება იმისა, რომ მოსკოვი სრულად მხარს უჭერდა რეპრესიულ ქმედებებს და აქვს უსაფრთხოება შინდობა ჟავანაძის მიმართ. არქივებში ასევე იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც შესახებოდა იმ სტუდენტების, რომლებიც ჩაითვალენ ორგანიზატორებად საპროტესტო აქციების. ზოგიერთი მათგანი შემდგომში დააპატიმრეს და მიიღეს გაანგარიშებების სამუშაო ბანაკებში პოლიტიკურ ტვირთებად. ამ დოკუმენტების მიხედვით უსაფრთხოების სამსახურები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ სტუდენტურ ჯგუფებს და ჰქონდათ სრული სია იმ ადამიანების, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ორგანიზაციაში. კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც იპოვეს არქივებში, იყო სამედიცინო ანგარიში, რომელიც შედგენილი იყო მარტის მე-9 დღეს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოებში. ამ ანგარიშში აღწერილი იყო 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც მიღებული იყო საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით, ტყუის ჭრილობები, ამოგდებული ძვლები, ტანკების მიერ მიყენებული ტრავმები, სისხლდენები. ამ დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო, რომ დაახლოებით 50 ადამიანი გარდაიცვალა საავადმყოფოში ოპერაციების დროს ან მძიმე დაზიანებების გამო. თუ ამ რიცხვს დავუმატებთ 22 ადამიანს, რომელიც დაიღუპა ადგილზე, სულ გამოდის დაახლოებით 60 ადამიანის სამჯერ მეტი, ვიდრე ოფიციალურად გამოქვეყნებული რიცხვი. არქივებში ასევე იყო საიდუმლო მოხსენებები კგბ-ს წარმომადგენლებისგან, რომლებშიც აღწერილი იყო ატმოსფერა თბილისში პირველი კვირების განმავლობაში პროტესტების შემდეგ. ერთ-ერთ მოხსენებაში წერია, მოსახლეობა აღწერით მოწყენილი და აგრესიული. ბევრი ოჯახი მალავს დაჭრილებს სახლში და არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას შიშით, რომ დაექვემდებარებიან დაპატიმრებას. უნივერსიტეტში და სხვა სასწავლებლებში გავრცელებულია ხალხური განწყობა რევანშის თაობაზე. საჭიროა გაძლიერებული კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები შემდგომი აჯანყებების თავიდან ასაცილებლად. ამ მოხსენებებიდან ჩანს, რომ უსაფრთხოების სამსახურები სერიოზულად აღაბიერებდნენ იმ რისკს, რომ შეიძლებოდა განმეორებული აჯანყება. როგორ შეიძლებოდა თავიდან აცილებული მარტის ტრაგედია? თუ ჟავანაძე და მოსკოვი უფრო ადრე რეაგირებდნენ და ცდილობდნენ დიალოგს სტუდენტებთან და ინტელიგენციასთან. თუ ისინი თქმიდნენ, რომ მიუხედავად დესტალინიზაციის, საქართველოს ხალხის გრძნობები იქნებოდა დაცული და რომ სტალინის მემკვიდრეობა შეფასდებოდა უფრო ნიუანსირებულად. თბილისის მარტის ტრაგედიის შემდეგ პირველ წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ატმოსფერო, ზედაპირზე ყველაფერი გამოიყურებოდა მშვიდად და სტაბილურად, მაგრამ ქვეშ ხრიალებდა ღრმა უკმაყოფილება და წყენა. ჟავანაძე აგრძელებდა თავის ადმინისტრაციულ საქმიანობას, მაგრამ მისი ყოველი საჯარო გამოსვლა იყო გარშემორტყმული უხილავი, მაგრამ შეგრძნებადი დაძაბულობით. როდესაც ის ლაპარაკობდა პარტიულ ყრილობებზე, ხალხი უსმენდა მას ფორმალურად, მაგრამ არავინ აღარ გრძნობდა იმ პატივისცემას, რომელიც ადრე ჰქონდა პარტიის პირველ მდივანს.
ის გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა ხელისუფლებამ გაეღალატებინა საკუთარი ხალხი მოსკოვის ინტერესების სახელით. უნივერსიტეტებში და კულტურულ ინსტიტუტებში დაიწყო ახალი თაობის ჩამოყალიბება, რომელიც იზრდებოდა მარტის ტრაგედიის მეხსიერებით. ეს იყო თაობა, რომელიც აღარ სჯეროდა საბჭოთა პროპაგანდას, აღარ ენდობოდა ოფიციალურ ნარატივებს და ეძებდა ალტერნატიულ გზებს ეროვნული იდენტობის გამოხატვისთვის. ლიტერატურაში, კინოში, თეატრში დაიწყო ნაწარმოებების შექმნა, რომლებიც ირიბად ან პირდაპირ ეხებოდა თემებს ხელისუფლების ძალადობის, ეროვნული ღირსების, ისტორიული მეხსიერების შესახებ. ცენზურა ცდილობდა ამ ტენდენციების კონტროლს, მაგრამ კულტურული ელიტა იპოვებდა გზებს, რომ გამოეხატა თავისი პოზიცია ალეგორიული ფორმით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იმ პერიოდში იყო 1961 წელს, როდესაც თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორგანიზება გაუკეთეს არაოფიციალურ მემორიალურ ღონისძიებას მარტის მერვე დღეს, 5 წლის შემდეგ ტრაგედიიდან. ისინი შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც მოხდა ყველაზე სისხლიანი შეტაკებები და დადეს ყვავილები მიწაზე. პოლიციამ სწრაფად დაშალა ეს შეკრება, დააპატიმრა რამდენიმე ორგანიზატორი. მაგრამ ეს მოვლენა გახდა სიმბოლო იმისა, რომ მეხსიერება არ იყო წაშლილი, რომ ახალი თაობა აგრძელებდა იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო მათმა წინამორბედებმა. შევანაძის ადმინისტრაციამ ცდილობდა ეკონომიკური წარმატებებით დაეფარა პოლიტიკური ტრავმა. საქართველოში იმ პერიოდში რეალურად მიმდინარეობდა ინდუსტრიალიზაცია, აშენდა ახალი ქარხნები, გაიხსნა ახალი სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. თბილისი იზრდებოდა როგორც ქალაქი, ვითარდებოდა მეტრო სისტემა, აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებდა, რომ საქართველოს ეკონომიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე დინამიური მთელ საბჭოთა კავშირში. მაგრამ ეს მატერიალური წარმატებები ვერ ავსებდა იმ სულიერ ჭრილობას, რომელიც დარჩა მარტის ტრაგედიის შემდეგ. საინტერესოა, რომ ჟავანაძის პერიოდში საქართველოში ასევე დაიწყო კულტურული რენესანსის ერთგვარი პროცესი. ქართული კინო, ლიტერატურა, თეატრი მიაღწია მაღალ დონეს და მიიღო საერთაშორისო აღიარება. რეჟისორები როგორიცაა თენგიზ აბულაძე, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი ქმნიდნენ ფილმებს, რომლებიც იყო არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშები, არამედ ასევე ფორმები პოლიტიკური და სოციალური კრიტიკის გამოხატვისთვის. წერლები როგორიცაა ნოდარ დუმბაძე, ჩაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე წერდნენ ნაწარმოებებს, რომლებშიც ასახული იყო ქართული სულისკვეთება, ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება. ეს კულტურული აყვავება იყო ერთგვარი კომპენსაცია იმ პოლიტიკური რეპრესიისთვის, რომელიც განიცადა საზოგადოებამ. შევანაძე თავად არ იყო კულტურული ადამიანი და არ ავლენდა განსაკუთრებულ ინტერესს ხელოვნების მიმართ. მისი ფოკუსი იყო ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საკითხებზე. მაგრამ ის აცნობიერებდა, რომ კულტურული ელიტა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოების განწყობის ფორმირებაში და ამიტომ ცდილობდა გარკვეული კონტროლის შენარჩუნებას ამ სფეროში. ცენზურა იყო მკაცრი, მაგრამ არა აბსოლუტური. ზოგიერთ ნაწარმოებს შეეძლო გავლა, თუ ის იყო საკმარისად ალეგორიული და არ შეიცავდა პირდაირ კრიტიკას რეჟიმის მიმართ. 1965 წელს, როდესაც ბრეჟნევი საბოლოოდ გაამყარა თავისი ძალაუფლება მოსკოვში და დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით უწოდეს სტაგნაციის პერიოდი, შევანაძე ასევე შევიდა თავის ყველაზე სტაბილურ ფაზაში. იგი აღარ ეშინოდა გადაყენების, რადგან ბრეჟნევის სისტემა ფასობდა სტაბილურობას და ლოიალობას უფრო მეტად, ვიდრე ეფექტურობას ან ინოვაციას. შევანაძე იყო იდეალური ფიგურა ამ სისტემისთვის, ის არ იყო ამბიციური რეფორმატორი, არ ცდილობდა რადიკალურ ცვლილებებს, უბრალოდ ინარჩუნებდა სტატუს კვოს და უზრუნველყოფდა, რომ საქართველო რჩებოდა მშვიდ და კონტროლირებად რეგიონად. მაგრამ ამ სტაბილურობის ქვეშ მზარდი იყო ახალი ტენდენციები, რომლებიც მოგვიანებით გადაიზარდა დამოუკიდებლობის მოძრაობაში. ახალგაზრდა თაობა, რომელიც იზრდებოდა 1970-იან წლებში. უკვე არ იყო ისეთი დაშინებული, როგორც მათი მშობლები. ისინი უფრო თავისუფლად საუბრობდნენ ეროვნულ თემებზე, უფრო ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საბჭოთა სისტემის მიმართ, უფრო აქტიურად ეძებდნენ კავშირებს დასავლურ კულტურასთან. როკ მუსიკა, ჯინსები, დასავლური ლიტერატურა, ყველა ეს ელემენტები იწყებდა შეღწევას საქართველოში, მიუხედავად ოფიციალური აკრძალვებისა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იმ პერიოდში იყო 1971 წელს, როდესაც თბილისში მოხდა დემონსტრაციები ქართული ენის დაცვის მოთხოვნით. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტში არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა საქართველოში, რაც გამოიწვია ძლიერი პროტესტი. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებზე და მოითხოვა ენის სტატუსის დაცვა. ამჯერად მჟავანაძემ მოქმედა უფრო ფრთხილად, ის არ გამოიყენა სამხედრო ძალას, არამედ მოლაპარაკებებში შევიდა მოსკოვთან და მიაღწია იმას,
რომ კონსტიტუციაში შევიდა ჩანაწერი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ეს იყო მისი ერთადერთი დიდი პოლიტიკური წარმატება, რომელიც მოიპოვა მას გარკვეული პატივისცემა ქართველი ხალხისგან. მაგრამ ეს წარმატება ვერ წაშალა მეხსიერებას მარტის ტრაგედიის შესახებ. ადამიანები, რომლებიც იხსენებდნენ 1946 წლის მოვლენებს, ყოველთვის აფასებდნენ მჟავანაძეს პირველ რიგში იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მან მიიღო იმ დღეებში. ენის დაცვა იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ვერ აღადგენდა იმ სიცოცხლეებს, რომლებიც დაიკარგა 25 წლის წინ. 1972 წელს, როდესაც მჟავანაძე საბოლოოდ გადააყენეს თავისი თანამდებობიდან, ოფიციალური განცხადება იყო ნეიტრალური და ფორმალური, ის გადადიოდა პენსიაზე ასაკის და ჯანმრთელობის გამო. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ რეალური მიზეზი იყო ის, რომ ბრეჟნევის რეჟიმი მოითხოვდა ახალ სახეებს რეგიონებში და მჟავანაძე უკვე იყო ძველი გვარდიის წარმომადგენელი, რომელიც აღარ შეესაბამებოდა ახალ დროს. მისი გადაყენება არ გამოიწვია განსაკუთრებული რეაქცია თბილისში, არც აღშფოთება, არც სიხარული. ადამიანები უბრალოდ აღიარებდნენ, რომ ერთი ეპოქა დასრულდა და იწყებოდა ახალი. მჟავანაძე გაატარა თავისი ბოლო წლები მშვიდად, თბილისში, თავის ოჯახთან ერთად. იგი აღარ იყო საჯარო ფიგურა, აღარ გამოდიოდა ღონისძიებებზე, აღარ იძლეოდა ინტერვიუებს. ის ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი პენსიონერი, თუმცა მისი პენსია და პრივილეგიები იყო ბევრად უფრო მაღალი ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეების. ის გარდაიცვალა 1995 წელს 81 წლის ასაკში და დაკრძალეს ოფიციალური ცერემონიებით, მაგრამ გარეშე განსაკუთრებული პომპეზურობისა. მისი გარდაცვალება არ გახდა დიდი მოვლენა საქართველოს საზოგადოებაში, ის უბრალოდ წავიდა როგორც ადამიანი, რომელიც ეკუთვნოდა წარსულს. დღეს, როდესაც ისტორიკოსები აფასებენ მჟავანაძის მემკვიდრეობას, ისინი ხედავენ კომპლექსურ ფიგურას, ადამიანს, რომელიც იყო ერთგული პარტიის მსახური, ეფექტური ადმინისტრატორი, მაგრამ ასევე ადამიანს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც გამოიწვია ტრაგედია და ტრავმა მთელი ერისთვის. მისი მმართველობის პერიოდი იყო დრო, როდესაც საქართველო განიცდიდა ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ასევე დრო, როდესაც ჩაითესა თესლები იმ ეროვნული მოძრაობისა, რომელიც მოგვიანებით გადაიზარდა დამოუკიდებლობის ბრძოლაში. რა არის ის გაკვეთილები, რომლებიც შეიძლება ამოვიღოთ მჟავანაძის ისტორიიდან და მარტის ტრაგედიიდან? როგორ უნდა აფასებდეს თანამედროვე საზოგადოება იმ ლიდერებს, რომლებიც მოქმედებდნენ რეპრესიული სისტემის ფარგლებში? და რა როლი აქვს ისტორიულ მეხსიერებას ერის თვითშეგნების ფორმირებაში? ისტორიული მეხსიერება არის ის, რაც განასხვავებს ერს უბრალო მოსახლეობისგან. ერი, რომელიც იხსენებს თავის ტრაგედიებს, თავის გმირებს, თავის ბრძოლებს, არის ერი, რომელსაც აქვს თვითშეგნება და მომავლის ხედვა. მარტის ტრაგედია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში სწორედ იმიტომ, რომ ის აჩვენებდა, თუ როგორ შეიძლებოდა ხელისუფლებამ გაეღალატებინა საკუთარი ხალხი და როგორ შეიძლებოდა ხალხმა წინააღმდეგობა გაეწია ამ ღალატისთვის. ის დღეები, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებზე სტალინის დასაცავად, იყო არა მხოლოდ პოლიტიკური პროტესტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების გამოხატვა, მცდელობა დაეცვათ საკუთარი იდენტობა გარე ზეწოლისგან. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და საქართველო მოძრაობდა დამოუკიდებლობისკენ, მარტის ტრაგედიის მეხსიერება გახდა ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ეროვნული მოძრაობისთვის. ახალი თაობა, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, იხსენებდა იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ 30 წლის წინ და თვლიდა მათ პირველ მოწამეებად ეროვნული თავისუფლების გზაზე. 1999 წლის აპრილის მე-9 დღეს, როდესაც თბილისში კვლავ მოხდა სისხლიანი დაშლა საპროტესტო აქციების, ბევრი ადამიანი ხედავდა პარალელებს 1956 წლის მარტის მოვლენებთან. კვლავ ხელისუფლება იყენებდა ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, კვლავ ქუჩები ხდებოდა სისხლიანი, კვლავ ოჯახები კარგავდნენ საყვარელებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა მარტის ტრაგედია და შექმნა მემორიალები იმ ადამიანების ხსოვნისთვის, რომლებიც დაიღუპნენ რუსთაველის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც მოხდა ყველაზე სისხლიანი შეტაკებები, დადგეს ძეგლი, რომელზეც ამოტვიფრულია დაღუპულთა სახელები. ყოველწლიურად მარტის მერვე დღეს ადამიანები მოდიან ამ ადგილას, დებენ ყვავილებს, იხსენებენ იმ დღეებს. ეს გახდა ერთგვარი რიტუალი, რომელიც აკავშირებს თანამედროვე თაობას წარსულთან და ახსენებს, რომ თავისუფლება არის ის, რისთვისაც ადამიანები მზად არიან გაიღონ უდიდესი მსხვერპლი. მჟავანაძის ფიგურა დღეს აფასებულია ძალიან კრიტიკულად საქართველოს საზოგადოებაში. მისი სახელი ასოცირდება რეპრესიასთან, ხალხის ღალატთან, მოსკოვის მარიონეტობასთან.
მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი ცდილობს უფრო ნიუანსირებულ შეფასებას. ისინი აცხადებენ, რომ მჟავანაძე იყო პროდუქტი თავისი დროის, რომ ის მოქმედებდა იმ სისტემის ლოგიკით, რომელშიც იზრდებოდა და რომელსაც ემსახურებოდა. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერ სხვა პარტიულ ლიდერს ასევე უნდა მოქმედებოდა იგივე სიტუაციაში, რადგან სისტემა არ ტოვებდა სხვა არჩევანს. მაგრამ ეს არგუმენტი არ არის დამაჯერებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები იმ დღეებში. მათთვის მჟავანაძე რჩება როგორც ადამიანი, რომელმაც აირჩია რეპრესია ნაცვლად დიალოგის, ძალა ნაცვლად კომპრომისის. საინტერესოა, რომ მარტის ტრაგედიის შესახებ არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაციები და ნარატივები. ზოგიერთი ისტორიკოსი ხედავს მას როგორც ეროვნული აჯანყების პირველ მცდელობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. სხვები თვლიან, რომ ეს იყო სპონტანური ემოციური რეაქცია სტალინის კულტის დამცველებისგან, რომლებიც ვერ აცნობიერებდნენ მის რეალურ დანაშაულებებს. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო კომპლექსური მოვლენა, სადაც გადაიკვეთა ეროვნული გრძნობები, პოლიტიკური პროტესტი, ისტორიული მეხსიერება და ახალგაზრდული იდეალიზმი. ყველა ეს ინტერპრეტაცია აქვს თავისი საფუძველი და სავარაუდოდ სიმართლე არის სადღაც მათ შორის. რაც შეეხება მჟავანაძის პიროვნულ მოტივაციას, ჩვენ ვერასოდეს ვიცოდით ზუსტად რას ფიქრობდა ის იმ დღეებში. არ არსებობს მისი პირადი დღიურები, მემუარები, ინტერვიუები, სადაც ის საუბრობდა თავის გრძნობებზე და გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის ოფიციალური დოკუმენტები, ტელეგრამები, ბრძანებები, ცივი, ბიუროკრატიული ტექსტები, რომლებშიც არ ჩანს ადამიანური ემოცია. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მჟავანაძე იყო ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ ასრულებდა თავის მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი პირველი ვალდებულება იყო პარტიის და მოსკოვის მიმართ, არა ინდივიდუალური ადამიანების მიმართ. ეს იყო ლოგიკა, რომელიც იყო დამახასიათებელი მთელი საბჭოთა სისტემისთვის. კოლექტივი უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ინდივიდი, სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე პიროვნება. მაგრამ ეს ლოგიკა, რომელიც შეიძლება გამართლებული ყოფილიყო აბსტრაქტულ თეორიულ დონეზე, პრაქტიკაში გამოიწვია უზარმაზარი ტრაგედია და ტკივილი. ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ იმ დღეებში, არ იყვნენ აბსტრაქტული სტატისტიკური რიცხვები, ისინი იყვნენ ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ოჯახები, მეგობრები, ოცნებები, გეგმები მომავლისთვის. მათი სიცოცხლეების წართმევა იყო დანაშაული, რომელიც ვერ გამართლდება არანაირი პოლიტიკური ან იდეოლოგიური არგუმენტით. დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და აქვს საშუალება თავად განსაზღვროს თავისი ისტორიული ნარატივი, მარტის ტრაგედია აფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ეროვნული თვითშეგნების ფორმირების პროცესში. ის დღეები აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იყო მზად დაეცვა თავისი იდენტობა, თავისი ისტორია, თავისი ღირსება, მიუხედავად იმისა, რამდენი მსხვერპლი უნდა გაეღო ამისთვის. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის, როდესაც ისინი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის 1990-იან წლებში. მჟავანაძის მემკვიდრეობა რჩება კომპლექსური და წინააღმდეგობრივი. ერთი მხრივ ის იყო ადამიანი, რომელმაც ხელმძღვანელობდა საქართველოს 26 წლის განმავლობაში, პერიოდში, როდესაც რესპუბლიკა განიცდიდა ეკონომიკურ ზრდას და კულტურულ აყვავებას. მეორე მხრივ ის იყო ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ტრაგედია და რომელიც ვერასოდეს მოვა. ისტორია არ არის შავ-თეთრი და ადამიანები, რომლებიც თამაშობენ მნიშვნელოვან როლებს ისტორიულ მოვლენებში, ხშირად არიან კომპლექსური ფიგურები, რომლებშიც გადაიკვეთება სხვადასხვა ასპექტები, კარგი და ცუდი, ძლიერი და სუსტი, გმირული და სამარცხვინო. რა არის ის საბოლოო დასკვნა, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ მჟავანაძის ისტორიიდან და მარტის ტრაგედიიდან? პირველ რიგში ეს არის გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება, რომელიც კარგავს კავშირს თავის ხალხთან, რომელიც ემსახურება გარე ძალებს ნაცვლად საკუთარი მოქალაქეების ინტერესებისა, არის ხელისუფლება, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის. მეორე, ეს არის გაკვეთილი იმის შესახებ, რომ რეპრესია და ძალა არასოდეს არის გრძელვადიანი გადაწყვეტა პოლიტიკური კრიზისებისთვის. ისინი შეიძლება დროებით ჩაახშონ პროტესტები, მაგრამ ვერასოდეს წაშლიან იმ ღრმა მიზეზებს, რომლებიც იწვევს უკმაყოფილებას. მესამე, ეს არის გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ისტორიული მეხსიერება არის ძალა, რომელიც აკავშირებს თაობებს და აძლევს მათ გრძნობას კონტინუიტეტისა და იდენტობისა. მარტის ტრაგედია დარჩება ქართველი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენა თანამედროვე ისტორიაში. ის დღეები, როდესაც თბილისის ქუჩები გადაიქცა საომარ ზონად, როდესაც ახალგაზრდები იღუპებოდნენ თავიანთი რწმენისთვის, როდესაც ოჯახები კარგავდნენ საყვარელებს. ყველა ეს მომენტები ჩაიწერა ისტორიაში და გადაეცა მომავალ თაობებს როგორც გაფრთხილება და როგორც შთაგონება. გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ხელისუფლება კარგავს ადამიანურობას და ემსახურება მხოლოდ ძალას.
შთაგონება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხალხს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ძალას და დაიცვას თავისი ღირსება და იდენტობა 1956 წლის მარტის მოვლენების შემდეგ. საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ფენომენი, ორმაგი ცხოვრება. ზედაპირზე ყველაფერი გამოიყურებოდა ნორმალურად, ადამიანები დადიოდნენ სამსახურში, სტუდენტები სწავლობდნენ უნივერსიტეტებში, ქარხნები მუშაობდნენ, თეატრები აჩვენებდნენ სპექტაკლებს. მაგრამ ამ ნორმალურობის ქვეშ იყო სხვა რეალობა, ოჯახების სახლებში, სადაც ხალხი საუბრობდა ჩურჩულით იმის შესახებ, რაც რეალურად მოხდა, სადაც ინახებოდა ფოტოები დაღუპული ახლობლებისა, სადაც ყოველ წელს მარტის მერვე დღეს ანთებდნენ სანთლებს და ლოცულობდნენ. ეს იყო ორი პარალელური სამყარო, ოფიციალური, რომელშიც არაფერი არ მომხდარა და რეალური, რომელშიც ტრაგედია ცოცხლობდა ყოველდღიურად. უსაფრთხოების სამსახურები აგრძელებდნენ მონიტორინგს იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ მარტის დღეებში. ყოველი მათგანი ჰქონდა თავისი საქაღალდე კგბ-ს არქივში, სადაც აღწერილი იყო ოჯახის წევრები, მათი სოციალური კავშირები, მათი საქმიანობა. თუ ვინმე ამ ოჯახებიდან ცდილობდა საჯაროდ ესაუბრა ტრაგედიის შესახებ, დაუყოვნებლივ მოდიოდა გაფრთხილება, ან პირდაპირ, როდესაც უსაფრთხოების ოფიცერი იწვევდა ადამიანს პროფილაქტიკურ საუბარზე, ან ირიბი, როდესაც ადამიანი კარგავდა სამსახურს ან სტუდენტი გარიცხებოდა უნივერსიტეტიდან აკადემიური წარუმატებლობის გამო. ეს იყო სისტემა, რომელიც მუშაობდა არა მხოლოდ პირდაპირ რეპრესიით, არამედ ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლით, შიშის კულტურის შექმნით. მაგრამ ამ შიშის მიუხედავად მეხსიერება არ იშლებოდა. პირიქით ის გადადიოდა თაობიდან თაობაში, ძლიერდებოდა დროთა განმავლობაში. ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მარტის ტრაგედიის შემდეგ, იზრდებოდნენ მოგონებებით, რომლებსაც უყვებოდნენ მათი მშობლები, ბებია-ბაბუები. ისინი სწავლობდნენ სკოლებში ოფიციალურ ისტორიას, სადაც არაფერი იყო ნათქვამი 1956 წლის მარტის შესახებ, მაგრამ სახლში ისინი იგებდნენ რეალურ ისტორიას იმის შესახებ. თუ როგორ დაიღუპა მათი ბიძა ან მამი და როგორ ტიროდა მათი ბებია ყოველ ღამე, როგორ შეიცვალა მათი ოჯახის ცხოვრება იმ დღის შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმა, რომლითაც ინახებოდა მეხსიერება, იყო ლიტერატურა და ხელოვნება. ქართველი მწერლები, რომლებიც ვერ შეეძლოთ პირდაპირ წერა მარტის ტრაგედიის შესახებ, იყენებდნენ ალეგორიებს, მეტაფორებს, ისტორიულ პარალელებს. ისინი წერდნენ ნაწარმოებებს, რომლებშიც ასახული იყო თემები ხელისუფლების ძალადობის, ხალხის წინააღმდეგობის, ისტორიული მეხსიერების შესახებ. ცენზურა ხშირად ვერ იგებდა ამ ალეგორიებს, ან თუ იგებდა, ვერ შეეძლო აკრძალვა, რადგან ტექსტი ფორმალურად არ შეიცავდა პირდაპირ კრიტიკას რეჟიმის მიმართ. მაგრამ მკითხველები, რომლებიც იცოდნენ კონტექსტი, ხვდებოდნენ, რას ამბობდა ავტორი. კინო იყო კიდევ ერთი ძლიერი მედიუმი მეხსიერების შენარჩუნებისთვის. ქართველი რეჟისორები, განსაკუთრებით 1970-იან და 90-იან წლებში, ქმნიდნენ ფილმებს, რომლებშიც ასახული იყო კონფლიქტი ინდივიდსა და სისტემას შორის, ტრაგედია, რომელიც მოდის, როდესაც ხელისუფლება კარგავს ადამიანურობას, ბრძოლა ღირსებისთვის რეპრესიულ გარემოში. ფილმები როგორიცაა მონანიება, თენგიზ აბულაძისა, რომელიც გადაიღეს 1990-იან წლებში, იყო პირდაპირი რეფლექსია სტალინური რეპრესიების შესახებ, მაგრამ ასევე ირიბი მითითება ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც განიცადა საქართველოს საბჭოთა პერიოდში, მათ შორის მარტის ტრაგედიაზე. მუსიკა ასევე გახდა ფორმა პროტესტის და მეხსიერების. 1970-იან წლებში გაჩნდა ახალი თაობა ქართველი მუსიკოსებისა, რომლებიც ქმნიდნენ სიმღერებს, სადაც ასახული იყო თემები თავისუფლების, წინააღმდეგობის, ეროვნული იდენტობის შესახებ. ეს სიმღერები ხშირად იკრძალებოდა ოფიციალურად, მაგრამ ვრცელდებოდა არაოფიციალურად, ადამიანები იწერდნენ მათ მაგნიტოფონებზე, გადასცემდნენ ერთმანეთს, მღეროდნენ კერძო შეკრებებზე. ეს იყო ერთგვარი კულტურული წინააღმდეგობა, რომელიც ინარჩუნებდა სულს იმ ხალხისა, რომელიც ცხოვრობდა რეპრესიულ სისტემაში. 1970-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო ის, რასაც უწოდეს დისიდენტური მოძრაობა, საქართველოში ასევე გაჩნდა ჯგუფები ინტელექტუალებისა, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ რეჟიმს და მოითხოვდნენ ადამიანის უფლებების დაცვას. ზოგიერთი მათგანი იყო ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული მარტის ტრაგედიასთან, ან როგორც მონაწილეები იმ პროტესტებისა, ან როგორც ოჯახის წევრები დაღუპულთა. ისინი წერდნენ ღია წერილებს მოსკოვისადმი, ითხოვდნენ ოფიციალურ გამოძიებას მარტის მოვლენების შესახებ, მოითხოვდნენ რეაბილიტაციას დაღუპულთა და დაპატიმრებულთა. ეს წერილები, რა თქმა უნდა, არ იწვევდა რეალურ შედეგებს, მოსკოვი უგულებელყოფდა მათ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება რეპრესირებდა ავტორებს. მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი სიმბოლური ქმედება, რომელიც აჩვენებდა, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არ ეშინოდათ ხმის ამოღების.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტი იმ პერიოდში იყო ზვიად გამსახურდია, რომელიც მოგვიანებით გახდა საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. იგი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებისა, რომლებიც ღიად საუბრობდნენ საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებების შესახებ, მათ შორის მარტის ტრაგედიის შესახებ. მისი წერილები და სტატიები, რომლებიც ვრცელდებოდა სამიზდატის სახით, იყო ძალიან პოპულარული ქართველი ინტელიგენციის შორის. გამსახურდია აცხადებდა, რომ მარტის ტრაგედია იყო არა უბრალოდ პოლიტიკური რეპრესია, არამედ გენოციდის მცდელობა ქართველი ხალხის სულის წინააღმდეგ, მცდელობა გაანადგუროს ეროვნული თვითშეგნება და იდენტობა. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი შევიდა პერესტროიკის ეპოქაში და დაიწყო გლასნოსტის პოლიტიკა, საქართველოში ასევე დაიწყო უფრო ღია დისკუსიები ისტორიული ტრაგედიების შესახებ. პირველად ოფიციალურ გაზეთებში გამოჩნდა სტატიები მარტის ტრაგედიის შესახებ, სადაც აღწერილი იყო რეალური მოვლენები, მსხვერპლთა რიცხვი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს იყო რევოლუციური ცვლილება, ის, რაზეც 30 წლის განმავლობაში შეიძლებოდა საუბარი მხოლოდ ჩურჩულით, ახლა ხდებოდა საჯარო დისკუსიის თემა. ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითმხილველები იმ მოვლენებისა, იწყებდნენ საჯაროდ საუბარს თავიანთი გამოცდილების შესახებ. ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები, პირველად შეეძლოთ ღიად გამოეხატათ თავიანთი ტკივილი და წყენა. 1988 წელს, როდესაც საქართველოში დაიწყო მასობრივი ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის, მარტის ტრაგედიის მეხსიერება გახდა ერთ-ერთი მთავარი მობილიზაციის ფაქტორი. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ქუჩებზე და მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას, ხშირად ატარებდნენ პლაკატებს, სადაც იყო ფოტოები 1946 წლის მარტის დაღუპულთა. ისინი ამბობდნენ, რომ იბრძვიან იმავე იდეალებისთვის, რისთვისაც იბრძოდნენ მათი წინამორბედები, ეროვნული ღირსების, თავისუფლების, იდენტობის დაცვისთვის. მარტის ტრაგედია გახდა სიმბოლო იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ხალხი ებრძვის თავისუფლებებს და ასევე გაფრთხილება იმისა, თუ რა ფასი შეიძლება გადაიხადოს ამ ბრძოლაში. 1999 წლის აპრილის მე-9 დღეს, როდესაც თბილისში კვლავ მოხდა სისხლიანი დაშლა საპროტესტო აქციების, ბევრი ადამიანი გრძნობდა დეჟა-ვიუს, ისევ იგივე სცენარი, ისევ იგივე ტრაგედია, ისევ იგივე ხელისუფლება, რომელიც იყენებს ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მაგრამ ამჯერად შედეგი იყო განსხვავებული. აპრილის ტრაგედიამ კიდევ უფრო გააძლიერა დამოუკიდებლობის მოძრაობა და 2 წლის შემდეგ საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ მარტის ტრაგედია და აპრილის ტრაგედია იყო ორი ეტაპი ერთი გრძელი პროცესისა, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანა დამოუკიდებლობამდე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა მარტის ტრაგედია და გამოაცხადა მარტის მერვე დღე მემორიალურ დღედ. იმ ადგილას, სადაც მოხდა ყველაზე სისხლიანი შეტაკებები, დადგეს ძეგლი, რომელზეც ამოტვიფრულია ყველა დაღუპულის სახელი. ყოველწლიურად ამ დღეს ადამიანები მოდიან ამ ადგილას, დებენ ყვავილებს, ანთებენ სანთლებს, იხსენებენ იმ დღეებს. ეს გახდა ერთგვარი ეროვნული რიტუალი, რომელიც აკავშირებს თანამედროვე თაობას წარსულთან და ახსენებს, რომ თავისუფლება არის ის, რისთვისაც ადამიანები მზად არიან გაიღონ უდიდესი მსხვერპლი. მაგრამ მეხსიერება არის არა მხოლოდ რიტუალები და ძეგლები. მეხსიერება არის ასევე ცოცხალი პროცესი, რომელიც გრძელდება ყოველდღიურად, როდესაც ბებია-ბაბუები უყვებიან შვილიშვილებს ისტორიებს წარსულის შესახებ, როდესაც მასწავლებლები ასწავლიან სკოლებში რეალურ ისტორიას, როდესაც მწერლები წერენ წიგნებს. რეჟისორები იღებენ ფილმებს, მხატვრები ქმნიან ნახატებს იმ თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ ტრაგედიასთან. მეხსიერება არის ის, რაც ინარჩუნებს ერის იდენტობას და აძლევს მას გრძნობას კონტინუიტეტისა და მიზნის. როგორ უნდა გადავცეთ ეს მეხსიერება მომავალ თაობებს, რომლებიც დაიბადნენ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში და არ იციან, რა იყო საბჭოთა რეპრესია? როგორ უნდა ახსნათ მათ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რაც მოხდა 1946 წლის მარტში? და რა გაკვეთილები შეიძლება ამოვიღოთ ამ ტრაგედიიდან დღევანდელი დღისთვის? დღეს, როდესაც გავიდა თითქმის 70 წელი მარტის ტრაგედიიდან, ახალი თაობა ქართველებისა იზრდება სამყაროში, რომელიც ძალიან განსხვავებულია იმ სამყაროსგან, რომელშიც ცხოვრობდნენ მათი ბებია-ბაბუები. ისინი არ იციან, რა არის საბჭოთა კავშირი, არ იციან, რა არის ცენზურა, რეპრესია, შიშის კულტურა. ისინი იზრდებიან დამოუკიდებელ ქვეყანაში, სადაც აქვთ თავისუფლება გამოხატონ თავიანთი აზრები, აირჩიონ თავიანთი ლიდერები, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. მაგრამ ეს თავისუფლება, რომელიც მათ აქვთ დღეს, არ არის თვითნებური, ის არის შედეგი იმ ბრძოლებისა და მსხვერპლებისა, რომლებიც გაიღეს მათმა წინამორბედებმა. მარტის ტრაგედია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას და ღირსებას.
იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩებზე 1946 წლის მარტში, იცოდნენ, რომ რისკავდნენ თავიანთ სიცოცხლეს. ისინი ხედავდნენ სამხედრო ტექნიკას, ისმენდნენ გაფრთხილებებს, მაგრამ მაინც რჩებოდნენ თავიანთ პოზიციებზე, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო პრინციპი ვიდრე უსაფრთხოება. ისინი იბრძოდნენ არა მხოლოდ სტალინის მემორიალის დასაცავად, ისინი იბრძოდნენ უფრო ფართო იდეისთვის იმისა, რომ ხალხს აქვს უფლება თავად განსაზღვროს თავისი ისტორია, თავისი იდენტობა, თავისი ღირებულებები. ეს იდეა, რომელიც გამოხატული იყო მარტის პროტესტებში, გახდა ფუნდამენტი მომავალი ეროვნული მოძრაობებისთვის. როდესაც 1990-იან წლებში ქართველები კვლავ გამოვიდნენ ქუჩებზე და მოითხოვეს დამოუკიდებლობა, ისინი ეყრდნობოდნენ იმავე პრინციპებს, რომლებიც გამოხატული იყო 30 წლის წინ. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო არის ერი, რომელსაც აქვს საკუთარი ისტორია, კულტურა, ენა, იდენტობა და რომ ამ ერს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი და თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. მარტის ტრაგედია იყო პირველი დიდი გამოხატვა ამ იდეისა და აპრილის ტრაგედია იყო მეორე და საბოლოოდ ეს იდეა გაიმარჯვა. მაგრამ გამარჯვება მოვიდა დიდი ფასით. 1946 წლის მარტში დაიღუპა ათეულობით ადამიანი, 1999 წლის აპრილში კიდევ ათეულობით. ეს იყო ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ოჯახები, მეგობრები, ოცნებები. მათი სიცოცხლეები იყო წაღებული. მაგრამ მათი მსხვერპლი არ იყო უაზრო, ის გახდა ფუნდამენტი იმ თავისუფლებისა, რომელსაც ვსარგებლობთ დღეს. როდესაც ახალგაზრდა ქართველები დღეს სტადიან თბილისის ქუჩებზე, სწავლობენ უნივერსიტეტებში, მუშაობენ თავიანთ პროფესიებში, ისინი ცხოვრობენ იმ სამყაროში, რომლის შექმნაშიც წვლილი შეიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დაიღუპნენ მარტის დღეებში. ისტორიული მეხსიერება არის არა მხოლოდ წარსულის ცოდნა, ის არის ასევე პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მარტის ტრაგედიას, ჩვენ არა მხოლოდ ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ, არამედ ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ არასოდეს დაუშვებთ მსგავსი ტრაგედიის განმეორებას. ჩვენ ვსწავლობთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც გვაძლევს ისტორია, გაკვეთილს იმის შესახებ, რომ ხელისუფლება, რომელიც კარგავს კავშირს თავის ხალხთან, არის საშიში, რომ რეპრესია არასოდეს არის გადაწყვეტა პოლიტიკური კრიზისებისთვის. რომ დიალოგი და კომპრომისი ყოველთვის უკეთესია ვიდრე ძალა და ძალადობა. მჟავანაძის ფიგურა დღეს რჩება როგორც გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ლიდერი ირჩევს ლოიალობას სისტემის მიმართ ნაცვლად ლოიალობისა საკუთარი ხალხის მიმართ. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა არჩევანი, შეეძლო ეცადა დიალოგი მომიტინგეებთან, შეეძლო ეცადა კომპრომისის პოვნა მოსკოვსა და თბილისს შორის, შეეძლო დაედგინა თავისი ხალხის მხარეს. მაგრამ ის აირჩია სხვა გზა რეპრესიის, ძალის, დაუმორჩილებლობის. და ეს არჩევანი განსაზღვრა მის ადგილს ისტორიაში არა როგორც ლიდერი, რომელმაც იზრუნა თავის ხალხზე, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც გაღალატა ის. დღეს, როდესაც საქართველო აგრძელებს თავის გზას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართულებით, მარტის ტრაგედიის მეხსიერება რჩება როგორც შეხსენება იმისა, თუ საიდან მოვედით და რა გავიარეთ. ის არის ნაწილი ჩვენი კოლექტიური იდენტობისა, ნაწილი იმ ნარატივისა, რომელიც განსაზღვრავს ვინ ვართ ჩვენ როგორც ერი. და ეს მეხსიერება უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს, არა როგორც წყენის ან შურის წყარო, არამედ როგორც გაკვეთილი, როგორც შთაგონება, როგორც შეხსენება იმისა, რომ თავისუფლება და ღირსება არის ის ღირებულებები, რომლებისთვისაც ღირს ბრძოლა. მარტის ტრაგედია დარჩება ქართველი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენა თანამედროვე ისტორიაში. ის დღეები, როდესაც თბილისის ქუჩები გადაიქცა საომარ ზონად, როდესაც ახალგაზრდები იღუპებოდნენ თავიანთი რწმენისთვის, როდესაც ოჯახები კარგავდნენ საყვარელებს, ყველა ეს მომენტები ჩაიწერა ისტორიაში და გადაეცა მომავალ თაობებს როგორც გაფრთხილება და როგორც შთაგონება. გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ხელისუფლება კარგავს ადამიანურობას და ემსახურება მხოლოდ ძალას. შთაგონება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხალხს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ძალას და დაიცვას თავისი ღირსება და იდენტობა. ვასილ მჟავანაძე გარდაიცვალა 1995 წელს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა რჩება როგორც კომპლექსური და წინააღმდეგობრივი ფიგურა საქართველოს ისტორიაში. ის იყო ადამიანი, რომელმაც ხელმძღვანელობდა რესპუბლიკას 26 წლის განმავლობაში, პერიოდში, როდესაც საქართველო განიცდიდა ეკონომიკურ ზრდას და კულტურულ აყვავებას. მაგრამ ის ასევე იყო ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ტრაგედია, რომელიც ვერასოდეს მოვა. ისტორია არ არის შავ-თეთრი და ადამიანები, რომლებიც თამაშობენ მნიშვნელოვან როლებს ისტორიულ მოვლენებში, ხშირად არიან კომპლექსური ფიგურები.
მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, მარტის ტრაგედია იყო მოვლენა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია და რომელიც დარჩება ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას და ღირსებას. დღეს, როდესაც ახალი თაობა ქართველების ააგრძელებს აშენებას დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს, მათ აქვთ პასუხისმგებლობა იმის წინაშე, რომ არ დაივიწყონ ის გაკვეთილები, რომლებიც მათ მისცა ისტორიამ. მარტის ტრაგედია არის ნაწილი ამ გაკვეთილებისა, გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს, არა პირიქით, რომ ძალა არასოდეს არის გადაწყვეტა პოლიტიკური კრიზისებისთვის, რომ დიალოგი და პატივისცემა ადამიანის ღირსების მიმართ არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აშენდეს ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოება. ეს გაკვეთილები რჩება აქტუალური დღესაც და ისინი უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს, რათა არასოდეს განმეორდეს ის ტრაგედიები, რომლებიც განიცადა ჩვენმა წინამორბედებმა. თბილისის მარტის ტრაგედიის შემდეგ წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ფენომენი, რომელსაც ისტორიკოსები უწოდებენ ჩუმი წინააღმდეგობის პერიოდს. ეს იყო დრო, როდესაც ხალხი ვერ შეეძლო ღიად გამოეხატა თავისი უკმაყოფილება რეჟიმის მიმართ, მაგრამ პოულობდა სხვა გზებს, რომ შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა და მეხსიერება. ოჯახებში, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ, მშობლები უყვებოდნენ ისტორიებს იმის შესახებ, რაც რეალურად მოხდა იმ მარტის დღეებში. ეს ისტორიები გადადიოდა თაობიდან თაობაში, ყოველი მომდევნო თაობა ამატებდა თავის ინტერპრეტაციას, თავის გაგებას, მაგრამ ძირითადი ფაქტები რჩებოდა უცვლელი. ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, დაიღუპა უდანაშაულო ადამიანები, და ეს იყო ტრაგედია, რომელიც ვერასოდეს უნდა მომხდარიყო. უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტები სწავლობდნენ ოფიციალურ ისტორიას, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი მარტის ტრაგედიის შესახებ, ისინი ქმნიდნენ არაფორმალურ ჯგუფებს, სადაც ისაუბრებდნენ რეალურ ისტორიაზე. ეს იყო ერთგვარი პარალელური განათლება, რომელიც მიმდინარეობდა ოფიციალური სისტემის გარეთ. სტუდენტები იკრიბებოდნენ კერძო ბინებში. კითხულობდნენ სამიზდატის ლიტერატურას, უსმენდნენ თვითმხილველთა მოგონებებს, ანალიზებდნენ იმ მცირე ინფორმაციას, რომელიც შეეძლოთ მოეპოვებინათ არქივებიდან ან მცხოვრი წყაროებიდან. ეს იყო ერთგვარი ინტელექტუალური წინააღმდეგობა, რომელიც ამზადებდა ახალ თაობას იმისთვის, რომ მომავალში გაეგრძელებინა ბრძოლა თავისუფლებისთვის. 1970-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო ის, რასაც უწოდეს ბრეჟნევის სტაგნაციის პერიოდი, საქართველოში ასევე შენელდა ეკონომიკური და სოციალური განვითარება. შევანაძის ადმინისტრაცია, რომელიც ადრე ამაყობდა ეკონომიკური მიღწევებით, ახლა უფრო მეტად იყო ფოკუსირებული სტატუს კვოს შენარჩუნებაზე, ვიდრე რეალურ რეფორმებზე. ქარხნები, რომლებიც აშენდა 1950-იან და 50-იან წლებში, ახლა მუშაობდნენ არაეფექტურად, წარმოება იყო დაბალი, პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა აგრძელებდა აჩვენოს ზრდას. რადგან სისტემა მოითხოვდა პოზიტიურ რიცხვებს, მიუხედავად რეალობისა. ამ პერიოდში საქართველოში დაიწყო ის, რასაც შეიძლება ეწოდოს ჩრდილოვანი ეკონომიკის აყვავება. ოფიციალური ეკონომიკა, რომელიც კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ, იყო არაეფექტური და კორუმპირებული. მაგრამ პარალელურად არსებობდა არაოფიციალური ეკონომიკა, სადაც ადამიანები ვაჭრობდნენ, აწარმოებდნენ, მომსახურებას უწევდნენ ერთმანეთს ოფიციალური სისტემის გარეთ. ეს იყო ერთგვარი ადაპტაცია იმ სიტუაციაზე, როდესაც ოფიციალური სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ხალხის საჭიროებებს. შევანაძის ადმინისტრაცია იცოდა ამ ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობის შესახებ, მაგრამ არ ცდილობდა მის სრულ აღმოფხვრას, რადგან ესმოდა, რომ ეს იყო ერთგვარი უსაფრთხოების სარქველი, რომელიც ხალხს აძლევდა საშუალებას გადარჩენისთვის. 1970-იან წლებში საქართველოში ასევე დაიწყო ახალი ტალღა ეროვნული თვითშეგნების. ეს იყო უფრო ფრთხილი და ნაკლებად კონფრონტაციული, ვიდრე 1946 წლის მარტის პროტესტები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. ინტელიგენცია იწყებდა უფრო აქტიურად საუბარს ქართული ენის, კულტურის, ისტორიის დაცვის შესახებ. მწერლები წერდნენ ნაწარმოებებს, რომლებშიც ასახული იყო ქართული სულისკვეთება და ეროვნული იდენტობა. რეჟისორები იღებდნენ ფილმებს, რომლებშიც გამოხატული იყო ქართული მენტალიტეტი და ისტორიული მეხსიერება. მხატვრები ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებშიც გამოყენებული იყო ქართული ტრადიციული მოტივები და სიმბოლოები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იმ პერიოდში იყო 1971 წელს, როდესაც თბილისში მოხდა დემონსტრაციები ქართული ენის დაცვის მოთხოვნით. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტში, რომელიც მზადდებოდა მოსკოვში. არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა საქართველოში. ეს გამოიწვია ძლიერი პროტესტი ქართველი ინტელიგენციის მხრიდან.
ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებზე და მოითხოვა ენის სტატუსის დაცვა. ამჯერად მჟავანაძემ მოქმედა უფრო ფრთხილად ვიდრე 25 წლის წინ. ის არ გამოიყენა სამხედრო ძალას, არამედ შევიდა მოლაპარაკებებში მოსკოვთან და მიაღწია იმას, რომ კონსტიტუციაში შევიდა ჩანაწერი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ეს იყო მჟავანაძის ერთადერთი დიდი პოლიტიკური წარმატება, რომელიც მოიპოვა მას გარკვეული პატივისცემა ქართველი ხალხისგან. ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ ამ შემთხვევაში მან მოქმედა როგორც რეალური ლიდერი, რომელმაც დაიცვა თავისი ხალხის ინტერესები. მაგრამ ეს წარმატება ვერ წაშალა მეხსიერებას მარტის ტრაგედიის შესახებ. ადამიანები, რომლებიც იხსენებდნენ 1956 წლის მოვლენებს, ყოველთვის აფასებდნენ მჟავანაძეს პირველ რიგში იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მან მიიღო იმ დღეებში. ენის დაცვა იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ვერ აღადგენდა იმ სიცოცხლეებს, რომლებიც დაიკარგა. 1970-იან წლებში საქართველოში ასევე დაიწყო ახალი ტალღა ემიგრაციის. ბევრი ქართველი, განსაკუთრებით ინტელიგენციის წარმომადგენლები, ცდილობდნენ დატოვონ ქვეყანა და გადასულიყვნენ დასავლეთში. ზოგიერთი მათგანი იყო ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული მარტის ტრაგედიასთან, ან როგორც მონაწილეები იმ პროტესტებისა, ან როგორც ოჯახის წევრები და ღუპულთა. ისინი ვერ ხედავდნენ მომავალს საბჭოთა საქართველოში და ეძებდნენ ახალ ცხოვრებას სხვა ქვეყნებში. ეს ემიგრაცია იყო ერთგვარი ტვინების გადინება, რომელიც აზიანებდა საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს, მაგრამ ამავე დროს ქმნიდა დიასპორას, რომელიც მოგვიანებით ითამაშებდა მნიშვნელოვან როლს დამოუკიდებლობის მოძრაობის მხარდაჭერაში. 1972 წელს, როდესაც მჟავანაძე საბოლოოდ გადააყენეს თავისი თანამდებობიდან, ბევრი ადამიანი თბილისში გრძნობდა ამბივალენტურ გრძნობებს. ერთი მხრივ ისინი იყვნენ კმაყოფილნი, რომ დასრულდა ის ეპოქა, რომელიც დაკავშირებული იყო მარტის ტრაგედიასთან. მეორე მხრივ ისინი არ იცოდნენ, რას მოიტანდა ახალი ლიდერი და ახალი პერიოდი. მჟავანაძის შემცვლელი იყო ედუარდ შევარდნაძე, ახალგაზრდა და ენერგიული პარტიული ფუნქციონერი, რომელიც მოგვიანებით გახდა საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობის შემდეგ. შევარდნაძე მოვიდა ახალი იდეებით და ახალი მიდგომებით, მაგრამ ის ასევე იყო ნაწილი იმავე საბჭოთა სისტემისა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მარტის ტრაგედიაზე. მჟავანაძის პენსიაზე გასვლის შემდეგ ის გაატარა თავისი ბოლო წლები მშვიდად, თბილისში, თავის ოჯახთან ერთად. იგი აღარ იყო საჯარო ფიგურა, აღარ გამოდიოდა ღონისძიებებზე, აღარ იძლეოდა ინტერვიუებს. მისი ცხოვრება იყო ჩვეულებრივი პენსიონერის ცხოვრება. თუმცა მისი პენსია და პრივილეგიები იყო ბევრად უფრო მაღალი ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეების. ის ცხოვრობდა კომფორტულ ბინაში, ჰქონდა პირადი მანქანა, სარგებლობდა სპეციალური მაღაზიებით, სადაც პარტიული ნომენკლატურა შეეძლო ყიდულობდა დეფიციტურ პროდუქტებს. მაგრამ ყველა ეს მატერიალური კომფორტი ვერ აძლევდა მას იმას, რაც შეიძლება ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მშვიდობას საკუთარ სინდისთან. ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობდა მჟავანაძე თავის ბოლო წლებში, როდესაც ის იხსენებდა თავის გრძელ კარიერას და განსაკუთრებით იმ მარტის დღეებს, რომლებმაც განსაზღვრა მისი ადგილი ისტორიაში. არ არსებობს მისი პირადი დღიურები, მემუარები, ინტერვიუები, სადაც ის საუბრობდა თავის გრძნობებზე და გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის ოფიციალური დოკუმენტები და მოგონებები იმ ადამიანებისა, რომლებიც მასთან მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი აცხადებდა, რომ მჟავანაძე არასოდეს გამოხატავდა სინანულს ან კრიტიკულ შეფასებას თავისი ქმედებების მიმართ. სხვები ამბობდნენ, რომ ის იყო ძალიან დახურული ადამიანი და არ იზიარებდა თავის პირად განცდებს. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი შევიდა პერესტროიკის ეპოქაში და დაიწყო გლასნოსტის პოლიტიკა, საქართველოში ასევე დაიწყო უფრო ღია დისკუსიები ისტორიული ტრაგედიების შესახებ. პირველად ოფიციალურ გაზეთებში გამოჩნდა სტატიები მარტის ტრაგედიის შესახებ, სადაც აღწერილი იყო რეალური მოვლენები, მსხვერპლთა რიცხვი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს იყო რევოლუციური ცვლილება, ის, რაზეც 30 წლის განმავლობაში შეიძლებოდა საუბარი მხოლოდ ჩურჩულით, ახლა ხდებოდა საჯარო დისკუსიის თემა. ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითმხილველები იმ მოვლენებისა, იწყებდნენ საჯაროდ საუბარს თავიანთი გამოცდილების შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი იმ პერიოდში იყო, როდესაც ტელევიზიაში გადაიცა პირველი დოკუმენტური ფილმი მარტის ტრაგედიის შესახებ. ამ ფილმში ნაჩვენები იყო არქიური კადრები,